ახლა გადავიღებ კანადური ნაძვის დარგვის პროცესს. აი აქაც პირველი რასაც ვაკეთებ. ნახეთ როგორი ფესტო სისტემაა. ცხადია რომ ეს ნაძვი დაფესვიანდა და ძალიან დიდხანს ყალიბდებოდა ამ ქოთანში. ნუ რა დავარქვით, ქოთანი დავარქვით, კი ბატონო. ნახეთ, აი ეს თეთრი ფესვების, შემწოვი ფესვების არსებობა ნიშნავს, რომ ნაძვი არის ცოცხალი, ფესვებმა ფესტო სისტემამ უკვე გაიღვიძა და ნუ არის ძალიან კარგი ნერგი, სარტიფლორას ნერგია. პირველი რასაც ვაკეთებ, ყველა ნერგზე ვიწყებ ყელის გათავისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ აი ნახეთ, ყელი როგორ იყო, აი აქედან იწყება ფესვები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ნერგია, საკუთარი ფესვები აქვს შემოხვეული ყელზე. ეს რო პირდაპირ ესე ჩავრგო, სადაც აი აქამდე იყო, აი აქამდე არის მიწაში. მაგის ზემოთ ფესვები გვაქვს, აი გვხვდება, მაგრამ გვხვდება შემოხვეული, რადგან დიდხანს იყო ამ ქოთანში. შემოეხვა ყელზე და ადრე თუ გვიან ასე ჩარგული ნაძვი ან ნებისმიერ წიწოვანი დაზიანდება. აი გაშავებულიც კი აქვს ეს ყელი. ეხლა ჩემი ამოცანა რა, ფრთხილად, ძირითად ქვეშ აი ამ გოროხს არ დავარღვევ, რადგან ბევრი ფესვი არ დავაზიანო, მაგრამ აი ეს ფესვები რაც ზემოთ ავიდა და თითქმის მოახრჩო საკუთარი ნერგი, ნუ არ მოახრჩო, მაგრამ სამომავლოდ მოახრჩობდა. აი ეს უნდა გავათავისუფლო, გადმოვწიო. აი ასე, ხელით ვაკეთებ ყოველთვის, გადმოვწიო და შემდეგ ისე დავრგოთ. აი მაქსიმალურად, აი აქამდე უნდა დაგოს, ეს უნდა იყოს ზედაპირზე. აი ეს ადგილი. რაც კარგად ჩანს ამ მაგალითზე და კარგია რომ შეგხვდა. ამ მაგალითზე კარგად ჩანს რომ ესე როგორ შეიძლება ნერგი დაზიანდეს. აი ამ შემთხვევაში საკუთარი ფესვების მიერ, ფესვებს გაუჭირდათ ზრდა, ჩაეხვა, იმიტომ რომ სულ ფესვები აქვს და დაიწყო შემოხვევა საკუთარ ყელს. ეხლა გავათავისუფლებ ამას, ცოტა ჩამოვარცხნი ამ ფოთლებს, ძირითად გოროხს არ დავარღვევ და ისე ჩავრგავ. ამას ხელით ვიზამ ცოტა ხანში. ორი ხელი სჭირდება ამას, ამიტომ გადაღების შეწყვეტა მომიწევს ან დაპაუზება. აი, ნახეთ, წრეზე მიდიოდა. სცენარეს უჭირს, რა თქმა უნდა, როცა ერთ ქოთანში არის დიდხანს და ეს დიდი მსხვილი ფესვია ესე წრეზეა წასული. ხამას ბოლომდე ვერ გამოვარჩევ, იმიტომ რომ ბევრს დავაზიანებ, ბევრ ფესს, ამიტომ აღარ ვიწვალებ დიდხანს, არც სცენარეს არ ვაწვალებ და ასე დავრგავ ტალახში. აი ეს ისე რომ ეს ზედაპირი ორი ხელით გავაკეთებ, ისე დავრგავ რომ აი ეს ზედაპირი დამრჩეს, აი აქ იყოს მიწა, აი ასე. და ეს დარჩეს ყელი თავისუფალი. ახლა განვიხილოთ იგივე პრინციპით. Daisy White. დავიწყოთ ყელის გამოსუფთავება და ვნახოთ სად იქნება ფესვების ყელი. ამ შემთხვევაში მე მგონი ესეც არის ამ ქოთანში გაზრდილი, ოღონდ აი სანდერს ბლუსგან განსხვავებით ამას იმდენი თეთრი ის არა აქვს. ისაც ეთყობა უფრო ცოტა დამწვარიც არის ნერგი, საერთოდ კანადურ ფიჭვებს ახასიათებთ ეს დამწვრობა, მაგრამ მე რატომღაც მათი ამ რაღაცა ბუთხუჩა ფორმის და კომპაქტურობის გამო ძალიან მომწონს ისინი და ამიტომ გადავწყვიტე რომ მათი პატარა მინი კოლექცია გავაკეთო და ცალკე ნაკვეთი დავუთმო მათ. თუმცა სამომავლოდ შეიძლება აქ სხვა რაღაცეებიც ჩავამატოთ. რაც შეეხება Daisy White-ს, აი ფესვები იწყება. აქ მე მგონი ისეთი დაღრმავება არ არის, მაგრამ ორივე ხელით უნდა დავწმუნდე.
აი როგორც ჩანს ფესვები რო აღარ ეტევიან ქოთანში იწყებენ ზემოთ ასვლას და ღერის მოხრჩობას. ამიტომ აი ეს დაღრმავება აი აქაც გქონდა. აი ნახეთ, აი ეს შავი რაც არის, ეს მიწის ზემოთ უნდა დავტოვო დარგვისას. აი ეს ტოტიც მიწაში იყო, რაც ზემოდან უნდა იყოს და აი ქვემოდან იწყება ფესვები. ისევ მატარებელმა გაიარა. არაუშავს. აი საკმაოდ დაღრმავებული იყო ესეც. ამას ახლა მივცევთ მეტ თავისუფლებას. ეს უფრო დიდი ხანია მე მგონი ამ ქოთანში ვიდრე არა, ეს არის Sanders Blue, ეს არის Daisy White. ამ ქოჩორას უნდა ქონდეს პატარა დათუნიას, უნდა ქონდეს თეთრი ნაზარდები და იმედი გვაქვს წელს ამ ნაზარდებს ნახავთ.